უკრაინაზე და მათ შორის კიევზე რუსეთის შეტევა პიკს აღწევს. ყოველ ღამით რამდენიმე ასეული რაკეტა ეცემა საცხოვრებელ სახლებს. 629 მხოლოდ ერთ ღამეში 629 რაკეტა დაეცა კიევს, არიან დაჭრილები და დახოცილები. და ბრიუსელის შეფასებით უკრაინა უკვე სათანადო კონდიციამდეა მისული, რომ ევროკავშირმა წევრობაზე მოლაპარაკება გაუხსნას. We hope that this will happen. ფიქრობ, საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და სექტემბერში უკვე გავუხსნით კლასტერს უკრაინას და მოლდოვასაც. ამავე კლასტერში ეწერა საქართველოც და უკუსლის ბრალდებით შარშან დაბლოკეს. თუმცა თავად ევროკომისიის ინდექსებში საქართველოს რეკორდული წინსვლის ფონზე ბრიუსელი დუმილს ამჯობინებს. On that basis, the Commission will then draw up. სექტემბერ-ოქტომბერში ჩავნიშნეთ კლასტერის გახსნა, სადაც უკრაინა და მოლდოვა არიან, თუმცა მათ საშინაო დავალებაც უნდა შეასრულონ. ამის გარეშე მოლაპარაკება ვერ დაიწყება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საშინაო დავალებებს ჩანდლერის ინსტიტუტი ამოწმებს. ბოლო დასკვნა აგვისტოში გამოქვეყნდა და ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით საქართველოს მკვეთრი უპირატესობა კიდევ ერთხელ აჩვენა. ქვეყნის წარმატებას ბრიუსელის ჩინოსნები უკუსლას უწოდებენ და ამ სრულ მიზეზით ბლოკავენ. ბოლო მიღწევების საშუალო ჯამით ჩანდლერის რეიტინგებში უკრაინა 72 ადგილზე მოხვდა. მოლდოვა 64-ზე, საქართველო კი 42-ზე. მათ შორის კარგი მმართველობის ინდექსით უკრაინამ და მოლდოვამ 76-ე, საქართველომ კი 32 ადგილი დაიკავა. კანონმდებლობის სიძლიერით უკრაინა 93 ადგილზე აღმოჩნდა, მოლდოვა 57-ზე, საქართველო 32-ზე. ძლიერი ინსტიტუტების მხრივ კი უკრაინა 50-ე, მოლდოვა 65-ე, საქართველო კი 34 ადგილზე. თან კომიკურია თვითონ ურსულა ფონ დერ ლაინის ანგარიში ეს ყველაფერი ჩადებულია. ეს მართლა ისტორიული მიღწევები, რომლის მიხედვით ერთ-ერთი ძირითადი ინდექსების შესაბამისად საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს 16 ქვეყანას სულცოდა. რა საკრიტიკები? შენ საკუთარ თვალში ვერ ხედავ დინეს და ეძებ რაღაცას სვის თვალში? ეს ამარზენი რამეა და ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ამავდროულად სტანდარტებს მოაქვს მძიმე შედეგები უპირველეს ყოვლისა თვითონ ევროპისთვის, რომელსაც საკუთრივ გააჩნია სერიოზული ინტერესები საქართველოს მიმართ. რატომ მოაქვს უარყოფითი შედეგები? იმიტომ რომ საზოგადოებამ ხომ უკეთ იცის თავის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და მდგომარეობა. შემდეგი ინდექსი ფინანსური მდგრადობაა, სადაც უკრაინა 119-ია, მოლდოვა 73-ე, საქართველო 53-ე. კიდევ უფრო მკვეთრია სხვაობა საბაზრო მიმზიდველობის ინდექსში, სადაც უკრაინა 98 ადგილზე განთესეს. მოლდოვა 98-ზე, საქართველო კი 30-ზე. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას. ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს. მეორე, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის ინდექსით საქართველომ დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 30 ადგილზე გავედით და ევროპის საუკეთესო 20-ულშიც მოვხვდით. ისე ჩანს, რომ ერთადერთი ინდექსი, რაც ბრიუსელს აინტერესებს, მთავრობის მორჩილებაა. ამ ინდექსით კი ომის ნანგრევებში მოყოლილი უკრაინა და უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოლდოვა საქართველოს მართლაც უსწრებენ. შედეგად კი ბრიუსელის შექებას იმსახურებენ. მათი ინტერესია ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილება არა საზოგადოების და ქვეყნის სასიკეთოდ, არამედ მათი ინტერესების სასარგებლოდ. ანუ მათ სურთ ამ ზეწოლებით, ამ ორმაგი სტანდარტებით, ამ მიკერძოებული შეფასებებით მოახდინონ ხელისუფლების დამხობა და ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც იქნება მათი მორჩილი ხელისუფლება. შედეგად უკრაინამ დაკარგა ტერიტორიის მესამედი, 100,000 ახალგაზრდა, ქვეყნის გენოფონდი და ამაზე პასუხისმგებელი ბრიუსელი დღეს უკრაინის ზურგს უკან ქვეყნის ბუფერულ ზონად გადაქცევას განიხილავს. იმავე ბედს საქართველო 2022-შივე გაიზიარებდა, მეორე ფრონტის გახსნას რომ დათანხმებოდა.
a 40-kilometer strip of no man's land. ეს იქნება 40 კილომეტრის სიგანის დერეფანი ფრონტის გასწვრივ, რომელიც არავის ტერიტორია იქნება და რუსულ ჯარებს უკრაინული შენაერთებისგან გამოჰყოფს. პროექტი ევროპელმა ლიდერებმა ფარულად განიხილეს, თუმცა მაინც გაჟონა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ამ მიდგომით მშვიდობას დაამყარებენ, თუმცა რეალურად უკრაინის მიერ ტერიტორიის დაკარგვა გაფორმდება. Will stop at nothing to terrorize. რუსეთს არაფერი აჩერებს, ტერორში ამყოფებს უკრაინას და ევროკავშირის ოფისიც დაბომბეს, ამიტომ გავამკაცრებთ სანქციებს. ბრიუსელს ეგონა უკრაინელების სისხლით, ამერიკული იარაღითა და ეკონომიკური სანქციებით რუსეთს დაამარცხებდა. შესაბამისად, კონტინენტზე საკუთარ ჰეგემონიას გაამყარებდა. თუმცა აშკარად პირიქით ხდება და სანქციების გამკაცრებაზეც ბევრს უკვე ეღიმება. ვაშინგტონიც და ბრიუსელიც მორალისა და კანონის გარეშე საკუთარი ინტერესით მოქმედებენ. მათი მიზანი საკუთარი ჰეგემონიის უზრუნველყოფაა და ამას ნებისმიერი ქვეყნის ხარჯზე გააკეთებენ. ამიტომ მცირე ძალისთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა გაძლიერდეს და ეცადოს თავის რეგიონში წამყვანი ძალა გახდეს. სხვა შემთხვევაში მას გადაყლაპავენ. სწორედ ამ გზას მიჰყვება ქართული ოცნება. აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, ინსტიტუტებს, სუვერენიტეტს და სწორედ ამიტომაც არის ის ბრიუსელისა და მის უკან მდგარი Deep State-ისთვის მიუღებელი. როდესაც ჩვენ საბრძოლოდ გვიყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას ამ შემთხვევაში არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე კეთილდღეობის დათმობას, ეს რა თქმა უნდა არის არასწორი დილემა. ხო, ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ფასეულობების შენარჩუნებით. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხდით. საქართველოს უარი თქვა ესკალაციაზე, უარი თქვა სანქციებზე, უარი თქვა სხვა ისეთ საკითხებზე, რომელიც აზიანებს საქართველოს. 2022 წელი დაიწყო ომი. მოლდოვა აყვა ბრიუსელის რეკომენდაციებს, ხაზი არის 0 ეკონომიკურის და 5% ვარდნა, მაშინ როდესაც ჩვენ 11% გქონდა. და რა ხდება 22 და 23 და 24 წლებში. და იგივე სურათია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა თუ მართლმსაჯულების ინდექსებშიც. საქართველოს ყველგან ლიდერია. 2013 წლიდან სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით საქართველოს ევროპული ქვეყნების ხუთეულშია. ევროკომისიამ Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ბრიუსელის შეფასებით კი მართლმსაჯულება საქართველოში 2012-ის მერე გაუარესდა და ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ნაცმოძრაობის დროს სატელეფონო ზარით მართული სასამართლო და მასობრივი რეპრესიები კი საუკეთესო პერიოდი ყოფილა. მართლმსაჯულება სასამართლოს სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიული მანქანის ერთ პატარა ინსტრუმენტად და გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის, ადამიანებს ზეწოლისთვის, ქონების სარქმევისთვის და ამ შემდეგ. ეს ვითარება რადიკალურად, ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლიდან. აქედან გამომდინარე შეფასება, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად ობიექტური და დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე. 300-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაიარა ეს ყველაფერი მექანიზმები და ამდენ წართვეს ქონება და სადიზმია და ასე შემდეგ. პოლიტიკოსებმა რამე თქვეს? ეს ანგარიშები ცალკეიდო პოლიტიკოსები საჯაროდ ხმას არ იღებდნენ, იმიტომ რომ სააკაშვილი სწორედ იმას ამბობდა და ასრულებდა, რასაც თხოვდნენ. ამიტომ აი ეს მიდგომა, კი ბატონო ძაღლიშვილია, მაგრამ ხო ჩვენი ძაღლიშვილია. ეს მუშაობდა და თუ არა ხარ მისი, მაშინ თუ კიდე სულ პირველ ადგილზე იყავი რეიტინგებით, არ მაინტერესებს. ისინი ვერ ეგუებიან იმ გავლენების დაკარგვას, რაც მათ ჰქონდათ აი ამ NGO-ების საშუალებით, ამ მეხუთე კოლონის ტიპის პოლიტიკოსების საშუალებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, სუვერენიტეტის ზრდა არის ახალი ლოგიკა, საქართველოს მიდის ამ აღმავალი ტრაექტორიით, რასაც ქვია სუვერენულობა, თუმცა ისინი ევრომაღალჩინოსნები ისევ ძველი ლოგიკით ოპერირებენ. ამ ლოგიკით კი აღმასვლა უკუსლად უნდა მონათლო და მეხუთე კოლონას იმდენჯერ ამეორებინო, სანამ ხალხიც არ დაიჯერებს და რევოლუციის მუხტი არ გაჩნდება. რევოლუციის სკოლები უნდა გახსნა და მებრძოლთა მობილიზებას მილიონები დაახარჯო.
ეს სცენარი საქართველომ არაერთ გზის იხილა. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკის და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი. ამ პროექტის დამკვეთი USAID იყო, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებების დაფინანსების გამო დონალდ ტრამპმა დახურა. USAID რაც ნიშნავს აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგჭირდება რა თქმა უნდა განმარტოების მიღება ამასთან დაკავშირებით. USAID ძალიან ამაყია რომ თანამშრომლობს კანვასთან. კანვასი ერთ-ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს ტრენინგი ფოკუსირებული იყო ხელოვნებისა და კულტურული სექტორის წარმომადგენლების დახმარებაზე, რათა ეფექტურად განხორციელდეს სექტორის დამოუკიდებლობის დაცვა. კულტურის დამოუკიდებლობის დაცვა კი აი ასე გამოიყურება. მხოლოდ პროტესტი ბევრს არ ნიშნავს. ეს უნდა იყოს უფრო დიდის ნაწილი. უნდა დაიგეგმოს რას ვაკეთებთ ყოველი ცოცხალი ჯაჭვის, პეტიციის, პიკეტირების თუ კონცერტის შემდეგ. რადგან ამ შემთხვევაში შენ ხარ თავდასხმაში და ისინი გიგერიებენ. სხვა შემთხვევაში თავდაცვის პოზაში შენ დგები. იგივე აუხსენი ეგვიპტელებს, უკრაინელებს და მათ მოაწყვეს რევოლუციები. ბოლო 4 წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, NGO-ების და მედია საშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანაში სჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭრელობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭრელობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დაასრულებს. გამჭირვალების კანონი, რომელმაც ქვეყანა გარეჩარევისგან უნდა დააზღვიოს, Deep State-მა საფრთხედ მიიჩნია და მის დასაბლოკად მეხუთე კოლონა სრულად დარაზმა. კანონს რუსული უწოდა და გადატრიალების მორიგ საბაბად გამოიყენა. ამერიკული კანონი რომ რუსული იყო, ამის მტკიცებაში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ერთიანი ძალით ჩაებნენ. თეთრზე შავი ისე იძახეს, რომ წარბიც არ შედრეკიათ. შედეგად კი ათასობით ადამიანი მოატყუეს და ძალადობრივ აქციებში ჩართეს. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს კანონპროექტი გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან და გვაშფოთებს ასევე, რომ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობებზე გააკეთონ მნიშვნელოვანი საქმე. მე შემიძლია გითხრათ, რომ კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება საქართველოში, არ არის ის კანონი, რომელიც საფრანგეთშია მიღებული. რასაკვირველია, საფრანგეთშიც ხდება ხოლმე განხილვები, თუმცა რაც ხდება მსოფლიოს მეორე ადგილას და მეორე ქვეყანაში, არ შეიძლება იქნას გამოყენებული არგუმენტად და ფაქტორად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება საქართველოში. ტყუილი არ უთქვამთ, ეს კანონი მართლაც არ არის ის, რომელიც საფრანგეთშია. მაგრამ ელჩმა არ თქვა, რომ ფრანგული კანონი 100 გზის უფრო მკაცრია, მათ შორის ამერიკულ ფარაზეც კი, რომელიც საქართველომ გამოიყენა. ფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გვაქვს გადასარგმელი ამ მიმართულებით, ვიდრე ეს მორცხვი ამერიკული ფარას კანონია. დიდი ბრიტანეთი რამდენიმე წლით გვისწრებს ამ გზაზე და უნდა დავეწიოთ. ბრიტანეთისთვის რომ გაესწროთ, ფრანგმა კანონმდებლებმა უცხო გავლენის აგენტების კანონში ისეთი პუნქტებიც შეიტანეს, რაც მანამდე მხოლოდ დაზვერვის სტრუქტურებს ეხებოდა. საფრანგეთში სულ ახლახან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უფრო კაცრი არის, ვიდრე გამჭვირვალობის კანონი არის. 4 წამდე პატიმრობა გათვალისწინებული, მათ შორის კომპიუტერის და ინტერნეტ სივრცეში თვალთვალი არის შესაძლებელი. ერთადერთ დათქმას გთავაზობთ. ის ალგორითმები, რომელსაც აქამდე დაზვერვა იყენებდა და ახლა ამ კანონშიც შეგვაქვს, არ შევახოთ ჟურნალისტებს. ამ ალგორითმებით უცხოური დაფინანსების მიმღებთა როგორც ფინანსური, ასევე ინტერნეტ ანალიზი ხდება და ხელოვნური ინტელექტი ადგენს, ხომ არ იქცევიან ისინი როგორც აგენტები. ასე რომ ევროპელ ბიუროკრატთა მიერ ქართული კანონის გმობა ჩვეული ორმაგი სტანდარტია. რა დგას ამის უკან, ფრანგი ევროპარლამენტარი ხსნის.
The reality is that this European Parliament today is under the ფაქტი ისაა, რომ ევროპარლამენტი თავად არის უცხო გავლენის ქვეშ. ყოველი მეოთხე პარლამენტარი ამა თუ იმ ლობისტური ფირმიდან იღებს დაფინანსებას და მიღებულ დავალებებს ასრულებს. მეც უამრავჯერ შემომთავაზეს. ამ ფირმებს შორისაა სოროსის ფონდიც, რომელიც Deep State-ის აღიარებული დასაყრდენია. ნაიჯელ ფარაჯმა, ბრიტანელმა პარლამენტარმა, ეს პრაქტიკა წლების წინ გამოამზეურა. Open society boast ჯორჯ სოროსის და მისი ფონდის გავლენა აქაც და ევროკომისიაშიც უზარმაზარია. მათ მეგობარი ევროპარლამენტარების სიაც კი შეადგენეს, რომელშიც 226 სახელია და მე თითოეულს გეკითხებით, იღებთ თუ არა პირდაპირ ან ირებ დაფინანსებას სოროსის ფონდიდან. ფიქრობ საჭიროა ამის გამოსაძიებად კომისია შეიქმნას. მოგვიანებით ევროპარლამენტი კიდევ უფრო დიდ სკანდალში გაეხვა. როდესაც ბრიუსელის პოლიციამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ბინიდან ფულით სავსე ჩემოდნები ამოიღო. გაირკვა, რომ ასობით პარლამენტარს ფულს ის უცხო ქვეყნის დაკვეთით სხვადასხვა დავალებისთვის უხდიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გამოიძიებდა. The Commission will put forward ევროკომისია შექმნის დემოკრატიის ფარს და ამ სკანდალს ძირეულად გამოიძიებს. ჩემი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტი ევროკავშირის გარეჩარევისგან დაცვა იქნება. თუმცა ისე ჩაფარცხა სკანდალი, რომ მას შემდეგ ერთი სიტყვითაც არ უხსენებია. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მესმის ბრალდება, რომ ორმაგი სტანდარტები გვაქვს. ამიტომ ყოველთვის ვეუბნები ჩემს კომისრებს, რომ როგორმე საჭიროა მართონ ეს ორმაგი სტანდარტი, რაც დიპლომატიის ხელოვნებაა. რთულია, მაგრამ აუცილებელია. ანუ თავად ორმაგი სტანდარტი კი არ ყოფილა პრობლემა, არამედ მისი მართვის ნაკლებობა, რის გამოც ეს პრაქტიკა ხილული ხდება. რატომ არის მსოფლიო ჩვენზე ნაწყენი? სწორედ ამ ორმაგი სტანდარტის გამო. მაგალითად, როდესაც ისრაელი არღვევს გაეროს რეზოლუციებს, ევროკავშირი ამას არ ემჩნევს, ხოლო როდესაც იმავეს რუსეთი აკეთებს, განგაშს ვტეხავთ და ომის დანაშაულს ვუწოდებთ. სხვა მაგალითებიც უამრავია. საქართველოსთან მიმართებით კი განსაკუთრებით ბევრი. ბრიუსელი დღემდე გაჰყვირის, რომ ქართულმა პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები სასტიკად დაარბია და ამის გამო ქვეყანაც და მისი მთავრობაც მზარდ სანქციებს იმსახურებს. შეშფოთებულები ვართ მშვიდობიანი პროტესტანტების დაკავების გამო. ზეწოლას ვახორციელებთ მათზე, ვინც ისინი დააკავა. ჯერ გადატრიალების სტრატეგიაში სემინარები დააფინანსეს. შემდეგ მონაწილეები და მათი შეიარაღება, ხოლო მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, ხმაური ატეხეს მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიესო. დაშავებული ათობით პოლიციელი არ უხსენებიათ. მაგალითად აი ეს კამპანია მოლოტოვის კოქტეილის. აი დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ. რამაც გამოიწვია ის, რომ ერთ წელიწადში მაშინ თუ ერთი მოლოტოვის კოქტეილი ისოლეს, ერთ წელიწადში 10 მოლოტოვის კოქტეილი ისოლეს. აი ამას აფინანსებდა ევროკავშირი. ისეთ საპროტესტო აქციებზე, სადაც პირდაპირ თვალხილულად ხდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულებები, დარბევები, ცეცხლის წაკიდებები შენობებზე პოლიციელებისთვის, ცეცხლის წაკიდება და ამის მიუხედავად ჩარევები არის მინიმალური. ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 1000-მდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და 1000-მდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს. უსინდის ოლქმედებების გამო არიან სინამდვილეში ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. ეს შვედეთში დემონსტრანტების დაშლის ტიპური სცენაა. ისინი პალესტინაში ისრაელის პოლიტიკას მართლაც მშვიდობიანად აპროტესტებენ, მაგრამ პოლიცია მაინც ძალადობს, რასაც ბრიუსელის მხრიდან არანაირი შენიშვნა არ ახლავს. სამაგიეროდ საქართველოა ფოკუსში. ჩვენ დავუწესეთ სანქციები მათ, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე ძალა იხმარა.
არ აქვს მნიშვნელობა მოლოტოვის კოქტეილი ისროლა თუ პოლიციელს სილა გააცნა. თუ ბრიუსელის ჰეგემონიის მომხრეა, ბრიუსელისთვის ის ხელშეუხებელია და პოლიტიკური რეზოლუციით დაცული. მოაგინე პოლიციელს, ხო? პოლიცია როგორი ცერა? რეზოლუცია მზია ამაღლობელის დაუყოვნებელ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ესეც მსგავსი სცენა რუმინეთიდან. მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციელმა ხურდა დაუბრუნა, სკოლის მასწავლებელი პატიმრობას ასცდა, თუმცა პედაგოგის ლიცენზია ჩამოერთვა და 2500 ევროს ჯარიმაც დაეკისრა. ზოგადად ევროპაში პოლიციელის დაზიანებისთვის საპატიმრო ვადა 2-დან 7 წლამდეა, ამერიკაში გაცილებით მეტი. ბრაიანში კაცს 45 წლით პატიმრობა მიესაჯა პოლიციელზე თავდასხმის გამო. ის ნასვამ იმართავდა ავტომობილს, როდესაც ოფიცერმა გააჩერა. პასუხად კი მან პოლიციელს სცემა. სად არის სამართლიანობისთვის მებრძოლი კაია კალასი? ისე ჩანს, რომ გული მას მხოლოდ საქართველოზე შესტკივა. თუ შევხედავთ პროტესტის მონაწილეებისთვის შეფარდებულ სასჯელებს, მკვეთრად არაპროპორციულია მათ მიერ ჩადენილი აქტების, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა რეპრესიული მანქანის ნაწილია, ასე რომ განვიხილავთ მოსამართლეთა სანქცირებასაც. Justice system seems to be part of this repression machine. ნებისმიერი საზომით ამას სასამართლოსა და ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა ჰქვია. თავად ევროპაში სასამართლო განაჩენის კრიტიკა დასჭადია, თუმცა ორმაგი სტანდარტით. ბრიუსელისთვის დასაშვებია, მით უმეტეს რომ საქართველოსთან მიმართებით ეს უკვე ევროპული სტანდარტია. ბალტიისპირელ ბიჭებს გამარჯვებაო, მღერის ნაც ოპოზიცია და ნაც NGO-ები. ხალიჩებს უგებენ და ტრიბუნაზეც ახავთ. უცხო ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველ ხალხს ნაცმოძრაობისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბკოლება კი არა, არამედ ხალხის ლიდერი იქნება. როდესაც დადგებით საარჩევნო ყუთთან, გაიხსენეთ, ვინ დაწია საქართველოს უკან რუსეთისკენ. პირდაპირ ჩართული იყვნენ არჩევნებში ბალტიელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, იდგნენ რადიკალურ ოპოზიციის აქციაზე და დღეს იმ მინისტრის პრემიერ-მინისტრი ესტონეთის გულისხმობ არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში. მე არ ვიტყოდი, რომ ერთ-ერთ აქციაში მონაწილეობა ავტომატურად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარებას ნიშნავს. თუ დაფიქრდებით, როგორ იყო უკრაინაში მაიდანის დემონსტრაციების დროს. შეხება პარალელს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. მე ყველას მინდა უთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ვერ ეღირსება საქართველოში. მე მინდა შეგახსენოთ უკრაინისთვის რა იყო მაიდნის შედეგები. მაშინ რეალურად დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება ჯერ ერთხელ მერე მეორედ და საბოლოო ჯამში ვინც დანიშნა გარედან ხელისუფლება იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე რომლებიც შემდეგ განვითარდა უკრაინაში. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ბრიუსელის სტილი არ არის. შესაბამისად ექსპერტთა გაოცება გამოიწვია ამ დღეებში ევროსაბჭოს პრეზიდენტის აღიარებამ, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს და ამის გამო შეწუხებულია. ხალხს განსაკუთრებით არ ესმის ჩვენი პოზიცია პალესტინასთან მიმართებით. ღაზაში, სადაც 34,000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ბავშვები შიმშილობენ და ჰუმანიტარულ დახმარებას მათთან არ უშვებენ და ისე ჩანს, რომ ჩვენ ეს არ გვადარდებს. ანუ სინამდვილეში გვადარდებსო და მაშინ რატომ მიმართავენ ორმაგ სტანდარტს? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის ერთადერთი ახსნა გარე ძალების გარნახია. გახსოვთ ბორელმა რა თქვა? მოწაფე რომ მიიღებს დავალებას პროფესორისაგან, კი არ უნდა აკრიტიკოს პროფესორი, უნდა წავიდეს შეასრულოს, მოვიდეს მოახსენოს. რაზედაც ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გასცა საკმაოდ ხისტი პასუხი, რომ იმას შევასრულეთ, რაც ჩვენ ინტერესებიდან გამომდინარე არის. რაც ემსახურება ჩვენ სუვერენულ ინტერესებს ქართველი ხალხისა და არა სხვას. რა არის დავალება? რუსეთთან ომში ჩაბმა, იარაღით ან სანქციებით და კონფლიქტის კერის შექმნა. რა არის ურჩი ხელისუფლებისათვის პასუხი? გადატრიალება და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ასეთი მცდელობა ჩავარდება. სქემა თვითგანახლების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რომელიმე სახელმწიფო ან ორგანიზაცია საქართველოში გარედან ხარჯავს ფულს
ის იმ სახელმწიფოს და იმ ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება, ეს არის მოცემულობა, რომლიდან გამომდინარეც უნდა ავაწყოთ დანარჩენი ლოგიკა და მე ყველაფერი სწორდება. სხვა ქვეყანას თუ სხვა ძალებს აქვს სხვა ინტერესები, ამას უნდა მიხვდე და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. რით შეიძლება ამასთან დაპირისპირება? ცხადია შანტაჟის ინსტრუმენტების დამსხვრევით. გამჭვირვალებისა თუ ოჯახური სიწმინდის კანონები ზუსტად ამას ემსახურება. ერთი გადატრიალების დაფინანსებას ზღუდავს, მეორე კი აგრესიული ლიბერალიზმით ერის დეგრადაციას და არის კიდევ პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტები და ისინიც იზღუდება. საქართველოს ხელისუფლებამ შარშა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებებს თვითონ ინიციატივას არ გაუწევს. მის ინიციატივით არ სთხოვს ბრუსელს, რომ მოლაპარაკება დაიწყოს გაწევრიანებაზე. თუ ბრუსელს უნდა ნებისმიერ დღეს დავიწყეთ, მაგრამ მათი ინიციატივა უნდა იყოს. და მეორე, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სახელმწიფო გრანტების მიღებაზე. აი ეს ორი ბერკეტი შანტაჟისა. მაშინათვე გამოეცადათ ხელიდან და ნუ ეს იწვევს რა ვიცი, გასოფების დონეზე ზოგიერთების მოქმედებას. და რასაც ხედავთ, ეხლა ხედავთ ამას. ალბათ გაწოფება შეიძლება ეწოდოს ევროსაბჭოს 51 დეპუტატის მოთხოვნას უფლებამოსილება შეუწყდეს ქართულ დელეგაციას, რადგან შანტაჟის ეს ბერკეტი საქართველოს მათ კარგახანია წაართვა. ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ასეთ პირობებში თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. ნუ სრულ აბსურდია სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია. მთავარი აბსურდი კი მაინც უკრაინისა და მოლდოვას წარმატებებზე მუდმივი განცხადებებია. ერთი ომის ცეცხლშია გახვეული, მეორე კი სიღარიბეში ეხრჩობა. ორივე მერთად კი დემოკრატია საბოლოოდ დაასამარა. საკმარისია ბოლო დღეების სიახლეების ნახვა და არანაირი ინდექსი ამაში დასარწმუნებლად საჭირო აღარ იქნება. Агентство госуслуг сообщило о временном исключении из списка партий. Молдова საპარლამენტო არჩევნებზე არ დაუშვებს პარტიებს, რომლებიც უშიშროების ინფორმაციით შესაძლო დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდნენ. ასეთი პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმება უკვე დაიწყო. Chiar înainte de ședință, არჩევნებამდე ორიოდე კვირა რჩება და საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია თითქოს ჩვენ დესტრუქციას ვგეგმავთ. ამის არანაირ საბუთს არავის აჩვენებენ და უბრალოდ ხსნიან არჩევნებიდან. სრულ აგონიაში არიან. არჩევნებში მონაწილეობა კიდევ 4 პარტიას აეკრძალა იმ მიზეზით, რომ მათი ლიდერები მანამდე შორის პარტიაში იყვნენ, რომელიც სასამართლომ გააუქმა. ეს კი იგივეა ქართულმა სასამართლომ ნაცმოძრაობა რომ გააუქმოს და ზედ მისი ყოფილი წევრების მიერ შექმნილი პარტიებიც მიაყოლოს. რა სიტყვის ამაზე ბრიუსელი ადვილი მისახვედრია. ხოლო რა თქვა მოლდოვაზე, დემოკრატია შეუქო და ევროპელი ლიდერებიც მიავლინა სააგიტაციოდ. უნდა იამაყოთ თქვენი ქვეყნის მიღწევებით. მოლდოველი ხალხი თავისუფალია და ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. როგორია სანდუს მთავრობის მიღწევები, 30%-იანი ინფლაცია და ეკონომიკის სტაგნაცია. ერთი ვიზუალური გამოსახულება კიშინიოვის ეს ავტოსადგურია, სადაც ჯერ კიდევ 90-იანი წლებია. Oh, my goodness. Yeah, it's okay. 90-იანების გადმონაშთია კიშინიოვში ასფალტზე გაშლილი ძველმანების დახლებიც. მომხმარებელი ბევრია, რადგან ქალაქში მცხოვრები ყოველი მეოთხე და სოფლად კი ყოველი მეორე ღარიბია. ამას თავად ევროკომისიის სტატისტიკა ამბობს. Euro Deep State კი მაღალ მიღწევებზე საუბრობს. ეს კი ზელენსკის საწინააღმდეგო აქციაა კიევში. 3 წელია ხალხი ომის სიდუხჭირეს გმირულად იდანს. თუმცა მთავრობის კორუფციამ ისეთ მასშტაბს მიაღწია, რომ ქუჩაში გამოსვლა გადაწყვიტა. კორუფცია მიგვიყვანა იქამდე, რომ იარაღის გარეშე გვიწევს ომში ბრძოლა. იმის ფულიც კი არ არის, რომ დაჭრილებს მივხედოთ და ქუჩის აქციაზეც ამიტომ გავედი. ყველამ გაიგო, როგორც ცდილობდა ზელენსკი კრიპტოვალუტის ოპერაციით 15 მილიარდი დოლარის გათეთრებას, რაც კორუფციის მხოლოდ ერთი მაგალითია. მთავრობას ქვეყანა მძევლად ყავს და ომს აიძულებს. ხალხი ხვდება, რომ ომი წავაგეთ და წერტილის დასმა უნდა. მას კი ქუჩებში დასდევენ და ომში ძალით მოჰყავთ.
იძულებით მობილიზაციაში სასწრაფო დახმარების მანქანებით ჩართეს, რადგან სამხედრო მანქანების დანახვაზე ხალხი უკვე გარბოდა. ეწყობა ღამის რეიდებით სახლებში. ქალთა მასობრივი პროტესტი გაიმართა ქალაქ ვინიცაში. მათი ქმრები და შვილები სამხედროებმა სახლებიდან ღამით აიყვანეს და ადგილობრივ სტადიონზე დაამწყვდიეს. ქალთა აქცია პოლიციამ მცრემლსადენი აერითა და ძალის გამოყენებით დაშალა. სტადიონზე დაკავებულები კი ფრონტზე მაინც გაგზავნეს. რამდენიც არ უნდა ეძებოთ, ამბებს შენებასა თუ ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვერც მოლდოვაში ნახავთ და ვერც უკრაინაში. და მოგილოცოთ ამ მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთის გახსნა, ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად. პროექტის სარგებელი პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მივესალმებით ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს ახალგაზრდებს და ძალიან მიხარია მეც გულწრფელად, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს ავაზას საწვრთნელი ბაზის სახით. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული ასეთი საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიზანი ევროპულ ცივილიზაციასთან ინტეგრირება, კეთილდღეობა, განათლებული და ჯანსაღი ახალი თაობაა და ამ გზაზე საქართველომ ევროკავშირის სხვა კანდიდატებისგან განსხვავებული სუვერენული გზა აირჩია და რაც არ უნდა იძახონ Deep State-ის მოხელეებმა, რომ საქართველო ყველას ჩამორჩა, ვინც სად არის, მაინც სრულიად თვალსაჩინოა.